კონკრეტულად 9 საათზე ორი შენობის განათების გასაახლებლად გამოყოფილი თითქმის მილიონი ლარი. თბილისის მერია ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს განათების რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს. რაც შეეხება მთავრობის კანცელარიას, ინგოროყოს ქუჩაზე მდებარე შენობის განათების უფლება პირდაპირ შესყიდვით კომპანია სინათლის ქალაქმა მიიღო და სამუშაოები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყება. ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს მთავრობის კანცელარია. მთავრობის კანცელარიის გარე განათების სისტემის შეცვლა შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტს 9 მილიონ ლარამდე დაუჯდეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 2014 წლის 30 ოქტომბრით თარიღდება, თბილისის მერიას სამუშაოების შესრულება ტენდერის გამოცხადების გარეშე გამარტივებული შესყიდვის უფლებით მიეცა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სამუშაოებს უახლოეს დღეებში შპს სინათლის ქალაქი დაიწყებს. მთავრობას კითხვის რატო? რაც შეეხება სამუშაოების შესრულებას, ამას გააკეთებს სინათლის ქალაქი. როდის იწყება სამუშაო? უახლოეს დღეებში. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ გარე განათების სამუშაოებისთვის 450,000 ლარია გამოყოფილი, თუმცა მთავრობის კანცელარიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ ამ თანხის გახარჯვასა და განათების სისტემის შეცვლაზე უარი თქვა. სამუშაოების დაწყებას არ ადასტურებს შპს სინათლის ქალაქის ხელმძღვანელობაც. მათი განცხადებით, კონტრაქტი თბილისის მერიასა და მათ შორის არ გაფორმებულა. შემოთავაზებაც კონკრეტულად თქვენ უნდა გააკეთოთ ჯერჯერობით ოფიციალურად გააკეთოთ. მთავრობის კანცელარიის განცხადებას აბსურდულს უწოდებს საკრებულოს ოპოზიცია. ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ის დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, რომლითაც მერია საკრებულოს განათების სისტემის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონამდე ლარს თხოვდა. რომ განეხორციელებინა კანცელარიის შენობის დეკორატიული მინათება და თანხა შეადგენდა 450,000 ლარს. სამხარაულის დასკვნა არის ფაქტობრივად დოკუმენტი, რომელიც დაადგენს სამუშაოების ღირებულება რამდენად ადეკვატურია, ასე რომ ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა ფინანსური მხარის აქ არ არის. ეს კიდევ ერთი ნაგებობაა, რომლის მხატვრული განათებისთვისა და მიმდებარი სკვერის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 424,000 ლარი დაიხარჯება, თუმცა ტენდერის საშუალებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ შენობაზე, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს, განათების სისტემის შეცვლა უახლოეს პერიოდში დაიწყება. კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სამინისტროს მიმართვის შემდეგ მიიღეს. სამუშაოების ღირებულება კი სანათების ღირებულების მიხედვით დათვალეს. თვითონ საკითხი ძვირად ღირებულია, არ არის იაფი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ ეკონომიურ ასე ვთქვათ ხარჯვას ელექტროენერგიის. შინაგან საქმეთა სამინისტროს გარე განათების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ტენდერში მონაწილეობის მიღება 14 დეკემბრიდან არის შესაძლებელი. უკვე ცნობილია, რომ მონაწილეობას შპს სინათლის ქალაქიც მიიღებს, რომელსაც მონოპოლისტობაში ახლანდელი მმართველი გუნდი წლების წინ ხშირად ადანაშაულებდა.